გამარჯობათ ტრეიდერებისათვის მორიგი გაკვეთილი გიბრუნდებით. მე რატიქირე გახლავართ. მე მგონი წინებდებებში არ მიხსენებია, მაგრამ მას თუ ისე მგონი რომ გვიცნობთ. კარგით, მოკლედ დღეს ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ ხშირი არის კითხვები ისეთ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება ფულის დეპოზიტი და ბრჭყალებში კრიპტოანაბის გაკეთება და ბევრი გაოცებულია, რომ კრიპტო კომპანია უფრო მეტს იხდის, ვიდრე საბანკო სისტემა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე რჩება კითხვები, რომ აი რომელი უფრო დაცულია, ბანკია და უფრო რაცა ბანკი უფრო გაიგივებულია, რომ ის ნამდვილად დაცული, იმიტომ რომ რეზერვები გააჩნია და შემდგომ, მაგრამ დღეს შევეცდებით რომ განახოთ, რომ აი ესეთ დივერსიფიცირებულად და ესე გამჭირვალედ და ყველაფრიანად რა შესაძლებლობები გაგვაჩნია ჩვენ gate.com-ზე. სანამ გადავალ ვიდეო გაკვეთილის შესახებ, უკან კეპის დაცვად ამ ეტაპზე უკვე ბურთი გვაქვს წარმოდგენილი და ფეხბურთის მოყვარულებს მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია. პრინციპში შეიძლება იცოდეთ კიდევ რომ gate მათ შორის ფორმულასა და მაქსის გარდა, Red Bull-ის გუნდის გარდა არის ინტერ მილანის სპონსორი. ამიტომ ინტერ მილანს თუ დააკვირდებით, მხარზეც კი აწერიათ gate და მოკლედ ფორმებს შევეცდებით, ალბათ ფორმების გათამაშებაც დაინტერესდებოდეთ, მაგრამ არ გვაქვს ფორმები, მაგრამ შევეცდებით რომ ვიშოთ თქვენთვის გამომწერების, ამიტომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ ამის შანსი გქონდეთ. მაგრამ ფორმამდე უფრო ძვირფასი რამე ხომ არ გავათამაშოთ, ვიფიქრეთ თქო და აი ეგეთი ძალიან მაგარი რაღაცა მაქვს. თან ერთი არ მაქვს, ორი ცალი მაქვს და ეს არის მეგობრებო ინტერ მილანზე დასასწრები VIP ბილეთი. ნებისმიერ თამაშზეა საუბარი და არა კონკრეტულ რაღაცა მეოთხე კვირასო იქნება თუ დეკემბერში თუ შემდგომ. ეს არის გაუხსნელი ეგრეთ წოდებული VIP ბილეთი, რომელსაც აუცილებლად გავათამაშებთ და რომ გავათამაშოთ პირველი წესი და თხოვნა იქნება რომ მინიმუმ ჩვენი გვერდი ავიყვანოთ პირველ რიგში 1000 გამომწერზე, იმიტომ რომ წლის ბოლომდე 2026 წლის ბოლომდე ინტერ მილანის სპონსორი არის gate და გვინდა რომ ეს და კიდევ ბევრი რამ გავათამაშოთ მოკლედ ჩვენს YouTube გვერდზე, ამიტომ გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ და აუცილებლად მხოლოდ გათამაშება გაიმართება თქვენ შორის და არა ვიღაცა მეოთხე ან რენდომ პირისთან შორის. ხო, ბურთებსაც აუცილებლად გავათამაშებთ, იმიტომ რომ ველოდებით მარაგებს. და რა თქმა უნდა ზედასაც და ის წინა ზედაც ომეცვა ის Red Bull-ის ზედა იყო, ამიტომ იმასაც აუცილებლად გადმოგცემთ და გაჩვქებთ. კარგით, დაუბრუნდეთ ჩვენ თავარ თემას, რომ სიმართლეა თუ არა რომ კრიპტოსაც აქვს თავისი რეზერვები და ამისი პირდაპირ ნათელი მაგალითი არის gate-ზე არსებული ღილაკები, რომლებიც მე წინსწრებით გავხსენი, თუმცა შეგიძლიათ რომ აი აქაც proof of reserves-ო წერია, რომელზეც როცა გადახვალთ, აი აქ უკვე გადასული ვარ, დაინახავთ რომ 100%-იანი რეზერვი, როგორც ვიცით, კრიპტო არის დეცენტრალიზებული სისტემა და სულად გვაჩვენებს რა ხდება მათ რეზერვებზე. ხედავთ რომ Gates რეზერვებში ჯამში 12 მილიარდიანი რეზერვი აქვს მოცემული და ყოველთვის ნახელდება თუ რა ხდება მათი ირგვლივ. აი აქ არის მათი აქტივები და რავი 76 და გვერდის ჩათვლით შეიძლება რომ თუ ეჯუქებარებათ თუ რა ხდება მათი ირგვლივ. ეს რას ნიშნავს? რა არის რეზერვის ქონა? მაგალითად ავიღოთ ორი შემთხვევა. ერთი შემთხვევა არის, მთლიანი სისტემა აღწერილია, თუ მე დაინტერესდებით. ორი სისტემა არის ასეთი, რომ პირველ რიგში რომ ესეთი რეზერვები არ აქვს ძალიან ბევრ კომპანიას, მაგრამ მეორე თემა ის არის, რომ რეზერვის ფუნქცია რა არის, რომ მაგალითად თუ რამე მოხდა, ერთმანეთს დაიფაროს და მოკლედ gate ვიღაცამ დაჰაკა და გატეხა, იდეაში მათი მისანი, სწორედ რეზერვის სისტემა არის, რომ მოხდება ანაზღაურება დაკარგული თანხების. მაგრამ თუ რა თქმა უნდა თქვენი ბრალეულობით გატყდა რეალურად ანგარიში, ეს რა თქმა უნდა უკვე თქვენი ბრალია. ამიტომ წინა გაკვეთილებს ჩაუჭერთ, იმიტომ რომ იქ ქონა საუბარი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი გვერდები და Google-ის აუთენტიფიკატორი, ძალიან ბევრი რაღაცა გავიარეთ, იმიტომ წინა ვიდეოები ნახეთ. ეს ერთი რომ მუდმივად შეგიძლიათ რომ ნახოთ, მათ შორის აუდიტი, ასე ვთქვათ, და შედეგები და ყველაფერი დეტალურად გამოტანილია და შემიძლია გითხრათ რომ მსგავსი დოკუმენტაცია ძალიან ბევრ კრიპტო კომპანიას არ აქვს. ამიტომ
რატომ გეითი, მინიმუმ ესეც უნდა იყოს სწორი პასუხი, რომ გეითზე თქვენ დაცულები ხართ. მოკლედ, ტრეიდერების ჰაბი და გეითი რომ მეგობრობენ და ვართ ძალიან კარგ ურთიერთობაში, ეს უკვე არაერთხელ გავიმეორე წინა ვიდეოებში. დღეს ესე კიდევ ის ჩვენება შეგვიძლია გეითზე, ეს არის მაგალითად, როცა საუბარი გვაქვს გამომუშავებაზე, ის რომ მაგალითად გეითზე, ქონდა ეგეთი კითხვა, რომ მართალია თუ არა რომ კრიპტო კომპანია პლატფორმა უფრო მეტს იხდის ანაბარში, ვიდრე ბანკიო. მართალია. რა თქმა უნდა, ბანკებს არაფერს არ ვეჩვით, იმიტომ რომ ბანკი სხვა ინსტიტუციური უწყება არის. თუმცა, რა ვქნა 21 საუკუნეა, ტექნოლოგია წინ ვითარდება და მათაც ყავთ კონკურენტები, როგორც აი კრიპტო კომპანიები. მოკლედ, აქ როცა შეხუვალთ, გვაქვს ეგეთი გამომუშავების simple earn წერია. აქვე, უბრალოდ მე გახსნილ მაგცინსდებით, რომ მალე ჩატვირთულიყო და დრო არ წასულიყო ამაში. კომფორტისთვის ისევ თქვენთვის მეგობრებო, simple earn და ქვემოთ მოცემული არის ყველა ის კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც შესაძლოა რომ თქვენ მიიღოთ სასარგებლოდ, მოკეთ გვაქვს ასე VIP exclusive, flexible, fixed, ანუ მოქნილი და მოკეთ მოძრავი ეგრეთ წოდებული პროცენტი როცა მერყეობს, მაგრამ როცა პროცენტი მერყეობს, ნიშნავს რომ ისეთ აქტივში დებთ ფულს, რომ რეალურად ეს კონკრეტული coin-ია და არა სტაბილური მონეტა, ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ის კონკრეტული აქტივი რაღაც მომენტში ან ძალიან გაძლდეს, ან რაღაც მომენტში ძალიან გაუფასურდეს. ამიტომ, როგორც ყოველთვის სტაბილურ მონეტაში პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე მონეტაში, როგორც ვთქვათ, თუნდაც OG და გონებრო გვაქვს flexible და გვაქვს ასევე ფიქსირებული. პერიოდები, როგორც ბანკში გინახავთ, არის 90 დღიდან 360 დღემდე და ასე შემდგომ. მოკლედ, ამ თემას უნდა კარგად ჩაუჯდეთ და თუ კითხვები გაგიჩნდებათ, მე უკვე კომენტარები და ჩვენი დახმარება წამიერად იქვე იქნება, იმიტომ რომ დაგეხმარებით ყველა ნაწილში. ასევე თუ დააკვირდებით, გვაქვს auto-invest-იც, auto-invest-იც ზუსტად იგივე თემა, უბრალოდ ხდება ის, რომ ეს თვითონ ახდენს ისეთი სისტემით გაშვებას, რომ შეგეძლოთ ეგრეთ წოდებული თანვიგაცები დააკოპიროთ და კონკრეტული ეგრეთ წოდებული სტრატეგიები დააკოპიროთ და უნდა შეარჩიოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად, რომელი სტრატეგია თქვენ გამოგადგებათ, არ გამოგადგებათ და კი ხედავთ პროცენტები, ვიცი, ისტორიულად საკმაოდ მზარდი არის ისტორიული ROI, მაგალითად, რომელიც ნიშნავს return of investment-ი, რომელიც საკმაოდ მაღალი არის, on invest-ი, რომელიც ძალიან მაღალი არის. მოკლედ, ეს უნდა გაარჩიოთ, ყველა კითხვა-პასუხზე მოცემულია რა არის auto invest bot-ი, რომელიც ავტომატურად ახდენს ინვესტიციას და თვითონ წყვეტს თუ რა მომენტში რა გააკეთოს, ამიტომ როგორც გითხარით, მიიღეთ საშინაო დავალებათ, რომ თავად გაარჩიეთ და მე უკვე კითხვები დაგვიტოვეთ კომენტარებში, რომ დაგეხმაროთ. კიდევ ერთი რის გამოც მე გეითი ძალიან მიყვარს და არაერთხელ მithქვამს ტრეიდერების ჰაბის კრიპტო კურსებში, რომ სანამ გეითის მეგობრობა ჩამოყალიბდებოდა ჩვენთან, ბევრჯერ მithქვამს, რომ გეითის რეალურად launch pool-ი, რომელიც არის ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მონეტები გამოდის პლატფორმაზე და შესაძლებელია, რომ ამ launch pad-ი და launch pool-დან დაიწყო მათი მათზე ინვესტირება. ყოველთვის იმიტომ მომწონდა, რომ ამ launch pool-ში ისეთი საინტერესო gaming პროექტები ჩნდება ხოლმე, რომელიც მაგალითად შეიძლება სხვა პლატფორმაზე საერთოდ რა ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელიც კი არ დაილისტოს, ანუ არ გამოვიდეს და ანუ შესაძლებლობები რეალურად დაკარგოთ. ამიტომ launch pool-ში დღესაც და launch pad-ში ორი განსხვავებული მეთოდია, მაგრამ შეგიძლიათ თავად შეხედოთ. მიმდინარე და 323 დასრულებელი პროექტი ნიშნავს, რომ უკვე ესენი უკვე წარმატებით გამოვიდნენ ბაზარზე და აი აქაც შეგიძლიათ რომ რა თქმა უნდა წინსწრებით ყველას თავისი პირობა გააჩნია, რომ დაიწყოთ თუნდაც წინსწრებით ინვესტიცია კონკრეტულ პროექტში, რომლებიც საკმაოდ ზოგი შთამბეჭდავია, ზოგი შეიძლება რომ რაღაცა თავისი ისტორია ქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა გირჩევთ რომ სანამ კონკრეტულ პროექტში ფულის ჩადებას დაიწყოთ იმ მონეტის პირველ რიგში შესწავლა და შემდგომ უკვე სწორი ინვესტიციის განხორციელება.
ხო, როცა ვსაუბრობთ შესწავლო, მე კითხვა ჩდება როგორ შევისწავლო. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდება რომ ყველა გაკვეთილში დეტალურად მოვყვეთ ის თუ როგორ ხდება coin-ის შესწავლა და საიდან ვიწყებთ მის თუნდაც ფუნდამენტალურ ანალიზს და შემდგომ ტექნიკურ ანალიზს. ამისთვის არის ტრეიდერების ჰაბის უამრავი კურსი, რომელიც არის როგორც კრიპტო ტრეიდინგი, forex ტრეიდინგი, stock market ტრეიდინგი, ინვესტიციები. მოკლედ ის სადაც რეალურად ყველაფერს დეტალურად ისწავლით უმოკლეს დროში და აქსელერაციას ვახდენთ ამით. რა ვიცი, კიდევ ერთი რომ 39 მილიონი რეალურად მომხმარებელი ყავს Gates და ჩვენიდან საკმაოდ ბევრი დაემატა ჩვენი ერთგული მომხმარებლების მხრიდან. ამიტომ მე ერთ-ერთი თქმა მექნება რომ ეს ზემოთ არსებული ტაბები გაარჩიოთ, თუ რომელიმე იქნება გაუგებარი, აუცილებლად შეგვეხმიათ, იმიტომ რომ ეს არ არის არც ბოლო ვიდეო, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ Gates პლატფორმის განხილვაზე. ხო, არ დაგავიწყეთ რომ ვიწყებთ live trading სესიებს, უკვე დაწყებულიც გვექნება ამ ვიდეოს ჩაწერის პერიოდში, მაგრამ მოგეთ შეგიძლიათ რომ შემოგვიერთეთ ჩვენს Telegram გვერდზე, ყველა ლინკი დალინკულია ბიოში და უბრალოდ მიაქციეთ კვადრატი და გამოიწერეთ, რომ არც ერთი შესაძლებლობები არ დაკარგოთ, როცა საუბარი არის ინვესტიციებზე. ან იმდენად ბევრი საინტერესო საშუალება არის ამ პლატფორმაზე, რომ არ ვიცი რომელ ერთზე ვისაუბრო და რომელი ერთი შეიძლება რომ იყოს საინტერესო და მქონდა მისაღები. ამიტომ თქვენგან ველოდებით უფრო მეტ კითხვას, რომ რა გაინტერესებთ და რაზე იყოს შემდეგი გაკვეთილი. და ბოლოს კიდევ რისი ჩვენება შეგვიძლია, აქ რაც თავარია, უნდა მივმართო კომპანიებს, რომლებიც P2P ტრეიდინგით არიან დაკავებული. ზუსტად ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საბაბი და მისია სწორედ ის იყო, რომ P2P-ში Gates დავამატებინეთ ქართული ლარი. იმიტომ რომ არ ქონდა ქართული ლარი მანამდე დამატებული და ახლა მეგობრებო, ვინც P2P ტრეიდერები ხართ და P2P ტრეიდერით დაინდაკავებული ხართ, თუ გაქვთ სხვა პლატფორმაზეც და სთავაზობთ რეალურად ქართველებს ლარში USDT-ის ყიდვას ან პირიქით, რატომაც არა შეგიძლიათ რომ აქაც დაიწყოთ უკვე თქვენი ვთქვათ ანგარიშების ვთქვათ გადმოტანაც და უკვე საშუალებას მოგცემთ რომ Gates-ზე ქართულ მომხმარებელსაც შესთავაზოთ ლარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვეკითხება როგორ შევიტანო ფული Gates-ზე და ვისაც არ უნდა ბარათით შეტანა ფულის და უნდათ რომ შეიტანო P2P გადახდის სისტემით, სათხართ მეგობრებო, დაემატათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს უკვე P2P Gates საქართველოდან და ამ დროს ლარი არ იყო და ალბათ მაგიტომ არ იყავით, მაგრამ კი ხედავთ რომ უკვე GL-ი გამოჩნდა ამ პლატფორმაზე, რომ შეგიძლიათ უბრალოდ აი აქ როგორ გახდეთ მერჩი დააწვეთ და ვინც უკვე გამოცილი ხალხი ხართ, შეგიძლიათ პირდაპირ ავტომატურად იცის როგორ ხდება ეს ყველაფერი. თუ ვინმეს გაინტერესებთ თუ როგორ გახდეთ P2P ტრეიდერი პლატფორმაზე, ამისთვის ველოდებით თქვენს დამატებით კითხვებს, სადაც გაგიჭირდებათ, რომ ეს პროცესი განავითაროთ და მოკლედ გახდეთ თქვენ და შესთავაზოთ P2P ტრეიდინგი. P2P ტრეიდინგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც დამწყები ხართ, ნიშნავს რომ კონკრეტული X კურსით, რომელიც უფრო უკეთესი არის ვიდრე მაგალითად ბარათით შეტანა ნებისმიერი სხვა მეთოდით, ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა გირიცხავს შენ ლარს და შენ ასანაცოდ მას ურიცხავ USDT-ის შენსავე ანგარიშიდან. ან პირიქით ვიღაცას უნდა განახდება და გირიცხავს USDT-ის, ანუ დოლარს, ციფრულ დოლარს და სანაცვლოდ შენ ურიცხავ ქართულ ლარს. ეს ძალიან მარტივი ამბავია. მოკეთ, დაიწყეთ, შემოგვიერთით, გააქტიურით, იმიტომ რომ ეს ყველა გათამაშება თქვენ გელოდებათ, იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს საკმარისად, მათ შორის ფორმულას ბილეთები, მათ შორის ფორმულას ბილეთები და ფორმულაზე უკვე ვიყავით სექტემბერში, ამიტომ შეგიძლიათ ჩემი Instagram გვერდიც გამოიწეროთ, პრინციპში, იმიტომ რომ იქ გვაქვს დაჰაილაითებული და ნახავთ იქ რა ხდებოდა ბაქოში და რა ხდებოდა Max-თან შიდა სამზარეულოში, ამიტომ თუ მსგავსი გამოცდილების მიღება გინდათ, რაღაც ველოდებით გამოგყევით და მე ვფიქრობ, საინტერესო გაკვეთილები კიდევ უფრო წინ გელოდებათ, არა მარტო კრიპტოზე. მოკეთ, ეს არის დღევანდელი საინფორმაციო და პატარა მინი გაკვეთილის ამბავი. მადლობა, ესე იგი გამოიწერეთ ჩვენი YouTube გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი ყველა სოციალური ქსელი და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მხარდაჭერის დროებით.